ნახეთ როგორ საუბრობს პავლე მოციქული. უწყოდეთ ჟამი უცნაური სიტყვებია ეს. ჟამი დროა. უწყოდეთ ჟამი, ანუ იცოდეთ დრო. თევზი რო წყალში ცხოვრობს, ამას თევზი ვერაცნობიერებს. წყალი მისთვის სტიქია რაღაც ესეთი, რომელსაც თევზს ყვაზრონება არ აქვს, ცხოვრობს. ჩვენ ძალიან ხშირად დროში ისევ ცხოვრობთ, როგორც თევზი წყალში. გესმით, როგორც თევზი ვერ იარსებებს წყლის გარეშე, ესე ამ ქვეყანაზე დროის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და უნდა ვაცნობიერებდეთ დროს, გამოვიკულებდეთ დროს, უფრთხილდებოდეთ დროს. ამიტომაც არის უწყოდეთ ჟამი, დრო იცოდეთ. ანუ დროის სტიქია, რომელიც ესე მდინარესავით მიდის, ხო? ეს დროის სტიქია ჩვენს გარეშე არ უნდა მდინარებდეს. იმიტომ რომ ადამიანები, ეს არის ავადმყოფობა ადამიანის. რომ დრო მის გარეშე მიდის და ისე ბერდება, ვერც კი აცნობიერებს. და ისე უახლოვდება გარდაცვალებას, ვერც კი აცნობიერებს და თვით უმძიმესი ავადმყოფობაც კი, რომელიც გარანტირებულად მალე გარდა მოახდენს მის გარდაცვალებას, ზოგ შემთხვევაში ესეც კი არ აფხიზლებს ადამიანს. იმდენად არ აკვირდება დროს და ვერ ხვდება, რომ მისთვის წამები უკვე დათვლილია. და მარადულ სიცოცხლეზე ორიენტირებას მაინც არ აკეთებს. და ეს უწყოდეთ ჟამი ნიშნავს, რომ ჩვენ მუდამ გვქონდეს გონიერი მიდგომა დროისადმი, რომელიც ჩვენია და სხვა არ მოგვეცემა და ესე არ დავკარგოთ, უაზროდ არ გავფლანგოთ. ყოველი წამი გასული უაზროდ ის აღარასოდეს ბრუნდება.